წუთებში კი საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესი დაწყებული დევნის საფუძველზე რამდენიმე სასამართლო პროცესი იმართება, მათ შორის არის ასევე ისაკო დევიძის საქმეც სასამართლოში ელოდებიან დღეს კობა ხაბასაც, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან. დაიწყო თუ არა უკვე სასამართლო პროცესები, ნიკა საჯაია გვიერთდება ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. სასამართლო პროცესები უკვე დაწყებულია და მოსამართლეები, რომლებიც ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავენ, კვლავ სრული შემართებით მზად არიან იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ისევ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომლის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი დააჯარიმა 5,000 ლარით. ამ შემთხვევაში მტკიცებულება დაეყრდნო ორ ვიდეო მასალას, თუმცა ერთ ვიდეო მასალაში თავად 19 წლის პირი, რომელსაც უწყება ედავება გზის გადაკეტვას არ ჩანს, მეორე შემთხვევაში კი საერთოდ არ იკვეთება ვიდეოში თუ სად არის ეს ვიდეო მასალა გადაღებული. მიუხედავად ამისა, მოსამართლისთვის ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა და ის მზად არის სტუდენტი დაეჯარიმებინა 5,000 ლარი. თავად სტუდენტი კი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას, ვინაიდან ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება იმის, რომ 5,000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს. ქონათ ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჯერ მე ვიყავი დაფიქსირებული, რომ ვიდექი უბრალოდ აქციაზე არ ჩანდა სად ვიდექი და არც ის აქტი იყო დაჭერილი, რომ ეკეტავდი გზას, ანუ არ ქონათ ამ მტკიცებულება. მაგრამ ამის მიუხედავად დამაბრალეს, რომ მე გადავკეტე გზა და 5,000 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. სრული აბსურდია. ძალიან სევდიანია საერთოდ, ანუ ადვოკატმაც ჩემთან ისე კარგად ისაუბრა ყველაფერზე, რომ ანუ მეთქი აი ხარა როგორ უნდა მოატრიალონ თქო ეს, მაგრამ როგორც ჩანს შეუძლიათ მაგის გაკეთება. ჩემზე იცოდა რომ სტუდენტი ვარ, იცოდა რომ გრანტიც არ მაქვს და აი მაინც ოფლის კი არ წამოვიდა, არანაირი რეაქცია არ ქონია, დამაჯარიმა 5,000 ლარი, ანუ მე და მე თუ არ შევეცოდე, კიდე იმდენი არ შეეცოდება, რომ არ ვიცი. ორი ვიდეო იყო წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ერთი ვიდეო იყო აი ზუსტად დროები შემიძლია გითხრათ რა 37 წუთზე წარმოდგენილი, მეორე ვიდეო იყო 54 წუთზე, 37 წუთზე გზის გადაკეტვის ნაწილი ჩანს, სადაც არ ჩანს ვახტანგი. მეორე ვიდეოზე უკვე 44 წუთზე ჩანს ვახტანგი, თუმცა ამ ვიდეოზე მართლა ძალიან ბევრი ხალხია ობიექტური თვალიდან დანახული, მოსამართლესაც განვომარტე, რომ ეს არ არის ჩემი სუბიექტური შეფასება, ეს არის ობიექტური შეფასება, რომ ნებისმიერი ობიექტური ადამიანი ამას რომ დაინახავს, მისთვის არის ძალიან ბევრი ხალხი და შესაბამისად საკმარისი რაოდენობა გზის გადაკეტვისა. მაგრამ რა ვიცი, მხედველობაში არ მიიღო ჩემი ნათქვამი და კი ნახეთ, რომ 5,000 ლარი დააჯარიმა. ბუნებრივია ინტერესი არის კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისთან დაკავშირებით, კერძოდ მისი განმარტებები, ასევე მისი პოზიციის მოსმენა გსურს, თუმცა ტრადიციულად ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილს, მას რამდენიმე საქმე აქვს და ადვოკატები საუბრობენ, რომ ფაქტობრივად მათთვის წინასწარ არის ცნობილი იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელიც მას ადმინისტრაციულ დავებზე აქვს მიღებული, რომ გამოიტანს გამომტყუნებელ განაჩენს, ან უბრალოდ პროცესებს გადადებს. რაც შეეხება კიდევ ერთ მოსამართლეს, ზვიად ცეკვავას განიხილავს ახლა კიდევ ერთ საქმეს, ეს არის კობა ხაბაზის საქმე, რომელსაც ასევე გზის გადაკეტვას ედავებიან. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამართულ აქციებზე. ხაბაზიც, როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, დარწმუნებულია, რომ იქნება გამომტყუნებელი განაჩენი, ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს, ვინაიდან დავა ეხება ორგანიზებას გზის გადაკეტვისა. არაფერი მე სამშობლოზე მეტი არ გამაჩნია. ჩემთვის სამშობლოზე მეტი არაფერი არ არის. ლენინის ძეგლებს ვაგდებდი, ჰასან აბაშიძის რეჟიმს უპირისპირდებოდი, უკრაინაში ვიბრძოდი თუ დღეს ამ ხელისუფლებას უპირისპირდები, ვიცი ერთი რაღაცა ცალსახად, რომ მე იქაც ყოველთვის ვიბრძოდი რუსებს და ეს ბრძოლა გაგრძელდება, ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. მე ამაში ვარ დარწმუნებული, ასე რომ რას განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, აბსოლუტურად არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს იქნება ჯარიმა, იქნება ეს იქნება პატიმრობაში აყვანა. აი, ნამდვილად არ იმიტომ რომ ლენინს ეპსონ ვაგდებდი, მაშინდელი კანონმდებლობით რომ გავენთავისუფლებენ, მგონი სამუდამო პატიმრობა უნდა მოეცათ, ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უბრალოდ სატირალია, რომ ის ადამიანები, ის ბანდფორმირება ხელისუფლების, რომელმაც
მართლა სასიკვდილოდ გაიმეტა ისე მცემეს გარკვეული პერიოდის წინ. ერთიც არ არის დაჭერილი და მას ამართლებენ დღეს მე 3 თვის წინ ქუჩის გადაკეტვის ცოტა სასაცილოა, მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილის რეჟიმი. რამდენ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაზე იმშევლებს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო უცნობია. საქმეთა ნაწილი ამ ეტაპზეც შემოდის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს გასული თვეების მასალას და შემდგომ იბარებს მოქალაქეებს სასამართლოს სხდომაზე. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, ეს 500 ლარიდან 5000 ლარამდე მერყეობს. ასევე გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით შესაძლოა, რომ მოსამართლე მიიღოს გადაწყვეტილება და კანონის საფუძველზე ასე ვთქვათ შეაფარდოს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.